საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ ყველაზე სასაცილო, ყველაზე გასართობ გადაცემას ანეკდოტების შოუ. როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან კარგი სტუმრები მყავს, პროფესიონალი მომღერალები და ნახოთ რა ამბებს მოგვიყვებიან, რა სიტუაციებში იყვნენ, რა ანეკდოტები იციან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, მინდა თქვენის ნებართვით სტუდიაში მოვიწვიო ნათია ზარანდია და ზურა ბარბაკაძე, იგივე ფანდურა. ნათია ზარანდია და ზურა ბარბაკაძე. ნათია ზარანდია და ზურა ბარბაკაძე მომღერლები არიან. ოღონდ სიმღერებს მღერიან. ნათია გოგონა, ზურა კი ბიჭუნა. ასე რომ გენდერული თანასწორობა ყოველთვის თანასწორად გვაქვს დაცული. ზურას ფანდურას ეძახიან და მან კარგად იცის, რომ ფანდური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო. ერთი მათგანიც რომ გაწდეს, ოდელადელადელაო. თუ ეს ჩვენ გურზე არ არის, რატყუილად მოგასმენინეთ, ჩემი ნარნარი ხმა. დღეს ზურა და ნათია ექსკლუზიურად თქვენთვის გადაცემაში ჩაწერენ ანეკდოტების ახალ ალბომს. ეს რუსთავი 2-ია და ანეკდოტების შოუ. მოდის გიხდით, რომ სხვა არხზე გადართვის სურვილიც კი არ აქვს. ხო. აი, ჯენტლმენი გენაცვალე, სასიამოვნო, კეთილი იყოს თქვენი ფეხები ორივესი, დაბრძანდით. დაბრძანდით, ჩემო კარგებო. მოგესალმებით. ესე იგი, და აი დადგა ის ნანატრი ჟამი, როცა გადაცემაში ასე ვთქვათ დაიტესტოს თქვენი იუმორი. ნუ ეხლა როგორ არის, იცი, თქვენი გვარებით თუ ვიხელმძღვანელებ, არ უნდა გაგიჭირდეთ ეს ამბავი რა. მეგრელი? კი ბატონო, ეხლა მეგრელებზე იმდენი ანეკდოტებია, რომ არ ვიცი. სანამ ანეკდოტებზე გადავალ, მინდა შეგახსენო პატა, თუ გახსოვს. წლების წინ იყავი ჩემთან გადაცემაში თრიალეთის არხზე. მახსოვს, როგორ არ კრუშკა გაგაყოლე საჩუქრად. მოვიდა დრო ვალი დამიბრუნო. დიდი სიამოვნეა. მე პირდებით რომ გაჩუქებთ აუცილებლად რომ დამთავრდება. მე მინდა რომ ესე იგი დავიწყოთ, მოდი ისეთი შინაარსის კითხვით, რომ მაინც მაყურებელს აინტერესებს თქვენი მოღვაწეობა, რა ხდება თქვენსკენ და მოდი თქვენგან დავიწყოთ. ჩემი დავიწყოთ. რა ხდება და ყველაფერი კარგად არის. მომღერალი ვარ. ხო, ეს ვიცით უკვე, ხო? და არა, რამე ახალი სიმღერა ხო არ ჩაწერე? ბოლოპე კი, ახალი სიმღერა ჩავწერე, იმდენი ახალი სიმღერა ჩაიწერა, რაც თქვენ ბოლოს ჩემთან იყავით მაგის მერე და მე ძალიან მე ინტერნეტ სივრცეში ვხედავ ხოლმე თქვენს ასე ვთქვათ აქტივობას. კი, რაღაც კონცერტები, რაღაცები არის. კი, საღამოები, დიდი მადლობა უფალს, არმელევას, საღამოები გამოსულები თქვენთან პირველად ვაკ და კეთილი იყოს მეგრელის ფეხი. კი ბატონო. კარგი შემოსავალი. კი ბატონო. და ყველაფერი კარგი. იძახიან ხოლმე კარგი ფეხი აქვს ნათიას და ვნახოთ, აბა. ძალიან კარგი. ახალი სიმღერა როდის ჩაწერა? კი, ახალი სიმღერა ჩაიწერა ზუსტად 1 თვის წინ იყო პრემიერა, მაგრამ დღეს სხვას ვიმღერებ. ძალიან კარგი. დღეს სხვას ვიმღერებ და ასე ვთქვათ, ვარ მოძრაობაში, არ ჩერდები. მეგრელები ხო იცით, კი ბატონო. ისე კერძოდ საიდან ხართ სამეგრელოს რომელი ქალაქიდან? კერძოდ ჩემი მშობლები არიან ხობის რაიონიდან ორივე. ასე რომ წარმატება, იმედი მაქვს, რომ ბევრი კარგი საინტერესო ისტორია იქნება, იმიტომ რომ მე რატო ვამბობ ამას, რომ არ არის მაინდა-მაინც აუცილებელი ანეკდოტი მომიყვეთ, შეიძლება რაღაც პირადული ამბებია ისეთი, ან მეგობარს გადახდა ისეთი, რომ ჯერაცად არ გაჟღერებულა. ზურა, შენ ლაგოდეხიდან ხარ, ხო? წარმოშობა გაქვს ლაგოდეხი? წარმოშობა, ხო, ანუ გადასახლებული იმერლები ვარ ჩვენ ეკო. მოკლედ ლაგოდეხში სოფელ ბაისუბანში არიან ჩემები ჩასახლებულები და ბაბუა ჩემი წამოსულა ახალგაზრდობაში რუსთავში რა და მე და მამა უკვე რუსთავში დავიბადეთ და საბოლოო ჯამში სოფელ მაგ
მამის დედის მხარეს მაქვს სოფელი შილდაში რა და ჩემი ბიძაშვილები იმერლობენ მე ვკახელი. ესე იგი მე ორ კახელს შორის მოვხდი. ხო. ეს კარგია. თუმცა შენ არ ინერული, იმიტომ რომ ნახევარი იმერული მაქვს მე, დედაჩემი დოღონაძეა. დასავლეთიდან. სიმონეთიდან. ასე რომ მიკერძოებული არ ვიქნები. მოდი ახლა გავიგოთ დღევანდელი გადაცემის თემები და ჩემ ძვირფას რეჟისორს ვთხოვ ეკრანზე გვაჩვენოს რასთან გვექნება დღეს საქმე. ესე იგი, ექიმები, სვანები, ღალატი, მეგრელები. კი ბატონო, თევზაობა, ქუთაისი, მოგზაურობა, გურულები და კახელები. თუ ყველაფერი არის გასაგები და რამე შეკითხვა არა გაქვთ, მე მინდა რომ ნათიას ვთხოვო რომ ტონუსი აგვიმაღლოს და სიმღერა გვიმღეროს და მერე დავიწყოთ ეს ამბავი. ხო თანახმა ხარ შენ დანაპირები. კი, რა თქმა უნდა. და გადაცემის ბოლოს შენ დაამშვენებ და დახურავ გადაცემას და რატო იცი რომ მერე გამოჩდება რა, წააგებ თუ მოიგებ რა გემოსდა. ეხა მანდილოსას დავუთო. არ არის პრობლემა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შესანიშნავი სიმღერისთვის, მე მგონი განწყობა გვაქვს. დიდი მადლობა. რადგან მაინც დღეს აქცენტი შენზეა და სხვანაირად არც გამოვა ორი კახელი ჯენტლმენი ბზივართ აქ. გასასიამოვნო. მოდი დაიწყე მაშინ, შენ ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ პლანშეტი. აიღე და ხელი გაუსვი და ვნახოთ რა ამოვა შენი პირველი თემა რო დავიწყოთ. შემიძლია გავუსვა?
გაუსვი და გამოუსვი ვითომ ჭიაურიაო. აბა წავიდა. მეგრელები, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მეგრელი. აი ახლა ითქვა რომ ჩასკობილი არის, არა და არ არის ეს ამბავი ჩასკობილი. არა, ასეც რო იყოს რა მოხდა მე. შეგიძლია დადო, ეგ რო თავისუფლად იყო. კი ბატონო. ესე იგი ახლა აბა ნახოთ. დაგიწერ თუ არა ლაიქს. მომყვე ახლა მეგრელზე, აჰა. გამახსენდა ერთი ანეკდოტი. მიდი. ესე იგი, მეგრელი მოხდება უკაცრიელ კუნძულზე. კი ბატონო. 3 წელია ადამიანი არ უნახია. ეგ დღესაც გაიხედა და ნახა ნავით ქალი მოცურავს ნაპირისკენ. დაუძახა ქალმა. მოდი, ის რაც 3 წელი ყველა დღე გენატრებოდა, ის უნდა მოგცეო. მიდის მეგრელი და ამბობს, ნეტა აჯიკა მოაქვს ამ დედა. არა, უშავს ტუები გვაქვს, ასე რომ, აბა მეგრელზე უნდა გააგრძელო. მეგრელზე უნდა გავაგრძელო. ესე იგი, ყველანაირი კუთხე არის შენში, მეგრელი არ გიხსენებია, საერთოდ არაფერი გირევია? საერთოდ არაფერი არ უნდა. ეს როგორ მეგრელი ქალები განსაკუთრებით ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევენ ამ სისხლში თუ არა მე მეგრული და მოიტყვე ამისთან ქალი გეუნება კითხვას გისვა და მოიტყვე შენი რა მიდი. აბა გისმე. მეგრელებზე რაღა. მოკლედ ძმაკაცები არიან ბირჟაზე ყოველდღიურ რეჟიმში. რაც ხდება ხოლმე, ხო, მიდის ამბავი, სამეგრელოში ხდება, რა თქმა უნდა, ეს ამბავი და ერთი კაცი დაკარგეს რა. 1-2 კვირა არ გამოჩენილა ეს ძმაკაცი რა. ბირჟაზე. ურეკავე რომ სადახარო და სახში ვარ, მერეო გამოდიო ძმაო ბირჟაზეო. ამდენი ხანიაო, ვის არ მოუყვანია ცოლიო 2 კვირაო, კაცი არ დაგვინახარ თვალით, სადაღ ვერ გამოვალო, მცხენიაო, ჯიმაო, კაროტიო, ვერ გამოვალო. რატო და ცოლი რომ მოვიყვანეო, იმ დღესო სექსი ქონაო მე და ჩემ ცოლსო და კარებიო, ღია დამჩენიაო და ამლელ ჩამომლელს ყველას დაუნახიაო და გარეთ რო გამოვიდე და ვიღაცამ მკითხოსო რომ რა ხდებოდა ესო, რა უთხრაო. მაღაზიაზე ნერვიულობო, დაიკიდეო და უთხარ მე არ ვიყავდი. ითომი არ ვიყავი. კარგი, აიღე მოდი ხა პლანშეტი შენ გაუშვი ხელი და ვნახოთ რა გამოვა. ესე იგი ნათია უფრო ისი არის თამამა, შენ ხაფრიანად ახლა როგორი დაუკურთხა ნახე ეგრევე და ანეკდოტს მარილის მოყრა ჭირდება და არ მოგზაურობა. მოგზაურობაზე. გახსენდება რა? აბაზურა მიდი. მოგზაურობაზე. თქვენ თუ გაქვთ ერთად რამე სიმღერა? არა, ერთად არ გვაქვს. ჯერჯერობით არ გვაქვს. ჯერჯერობით. არა, იცი რა, რაღაც შეიძლება კაი ტანდემი გამოვიდეს. რატომაც არა? აბა გისმე. მოკლედ, გურული მიდის სამოგზაუროდ მატარებლით. ის კაი დრო რო იყო მატარებლით რო სამოგზაუროდ დადიოდა. კუპე კუპეები რო იყო ხოლმე მატარებელში ეს პერიოდია და თავის კუპეში შედის და ხედავს 3 შავკანიანი ზის, ფერადკანიანი. შეხედა გაკვირვებულა და რა იყო დაიწვა რამე თუ კარგი, პირველი რაუნდისთვის ნორმალურია. ხასიათზე მოხვედით. კიდე რამდენი თუ რამე ისე. მოგზაურობაზე გამახსენე. მიდი შეგიძლია. ახლა ის დრას გეტყვით, ანეკდოტი არ არის, მაგრამ კურიოზი, მე ხო მოსიარულე კურიოზი ვარ. კი ბატონო. მოგეხსენებათ რომ ისევ გამლანძღავენ, მაგრამ ისევ გავიმეორებ, რუსეთში დავიბადე, გავიზარდე და იქაური განათლება მაქვს და ყველაფერი. ამიტომ როცა ჩამოვედი ძალიან მეშლებოდა ანუ სიტყვები. კი ბატონო. და ახლაც მეშლება ზოგადად რაღაცეები და შეგამჩნიეთ. ხო, ახალი ჩამოსული ვარ ახლა და უნდა გამომელია თანხა ტელეფონზე და უნდა ჩავრიცხო აპარატში. ვერ გავაკეთე ეს ამბავი და დგას ახალგაზრდა კაცი. ნუ ახლა ვთხოვე დახმარება, შეგიძლია დამეხმარო თქო და კიო ქალბატონო, რა გნებავთო და შეგიძლია ჩამიდოთ მეთქი. შემოვხედა. სადო. სადო და მე ვთხარი ჩასარიცხ აპარატში მეთქი. და რამდენიო? ულიმიტო არის მეთქი. აუვაგდა სიცილი, მე გავბრაზდი. რა იყო სასაცილო რა ვთქვი მეთქი და
მერე კი ამიხსნა რაში იყო საქმე და მითხრა ჩადება არასდროს არ უნდა თქვათო ჩავრიცხო არისო სწორი მაგის მერე არ შემშლია ეგ ამბავი ენაცვალე რაღაც თქვენ შეგვთათ ეს წესიერი ადამიანი კარგი გადასარევი ძალიან კარგები ხართ კარგად მიდიხართ და მოდი ამ 50 ლარ ზურა გადავცებე ნათიას და მეორე რაუნდისთვის პლანშეტი შენ მოკიდე ხელი და შენ გაუსვი შენ დაიწყე და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რა თემა აბა ვნახოთ საინტერესოა აი საერთოდ ეგ უნდა მეთქვა რომ რა თემა წამოა იმას რომ მოყვები თუ რამე დაგახსენდათ თამაშგარეთ შეგიძლიათ რომ მოყვეთ რა გურულები ფაქტიურად ორივე გურულზე მოყევი შენ თუ ერთი მეგრელზე მოყევი ხო კაი მეკი სამობითაა რა კარგია მე მამაო წირვაზე დგას აჰა მამაო წირვაზე დგას გურული მამაო რა თქმა უნდა გურიაში ხდება ვითარება რა წირვაზე დგას მამაო საცეცხლური უჭირავს ხერში წირავს და რა თქმა უნდა ბევრი ხალხია და დაინახავს მამაო რომ ერთ ადამიანს ფული დაუვარდა რა დაბლა რა და მეორე ადამიანი მივიდა და ჩუმად აიღო ჯიბეში ჩაიდო ეს ყველაფერი მამაომ დაინახა თან არ უნდა რომ ხალხს გააგებინოს და წირვის დროს თან ანიშნა იქ რა გააკეთეო რა და იმან მამამა ანიშნა რომ ჩუმად იყავ და ხევარი შენახე მამაოც გაჩუ და გააგზელა წირო დავთავრდა წირო და ეს კაცი წავიდა ვინც ფული აიღო მამაო გაეკიდა და მოიცადი აქაო სად მიდიხარო შენო წირვაზეო ხომ ანახეო შვილო ჩემო ესე კი განახეო მამაო მასეო მაგრამ წირვა იყო და ესე გამიტყდა და ვერ განახე კარგი ანეკდოტი აბა ჰე გურულები ყველა ანეკდოტი ესეა რა ვქნათ წესიერი ანეკდოტი მოუყვერა მე გურულებზე ხო ისე ჩვენ გურულები და მეგრელები ტემპერამენტში როგორ რომელია უფრო ორივეს ხარტია მინდა გითხრა ორივეს გურულები უფრო ჯობნიან მაგრამ სისტრაფეში სისხარტეში ტემპერამენტში ვიზუალურად ასე ჩანს მაგრამ მე მგონი რომ მეგრელებიც არანაკლებები არიან როგორი დიპლომატია ესე იგი გურულებზე დიპლომატი ვიქნები კახელი ვარ კაცავე ყველა შოუები აქვს დიპლომატი იქნება მაგრამ იქნება მიშვეულია უკვე გურულზე აჰა შედის გურული მოკლე ანეკდოტი საინტერესოა შედის გურული მორჩა შედის გურული ნუღარ მაცდენ ბატონო შედის გურული აფთიაქში წნევის წამალი მინდაო რომელი ასაწევი სახლში მყავსო და იყოს მაშინ დასაწევიო კარგია მშვენიერი გადასარევი თუ არაფერის დამატება არ გინდათ კაირი პლანშეტი და ნახოთ ახლა შენი თემა მე ვიქნები ხო გავუსვი და გამოუსვი თევზაობა აი რა არის ხა ეს კომპიუტერი რა შუაში იყო ხა თევზაობა აი მე და თევზაობა უი პატა დიახ თევზი ვარ ჰოროსკოპით. თევზი ვარ ჰოროსკოპით. აი რა გასვლილა. რა შუაში ჰოროსკოპი. ხო. თან ბებხვის წელში დაბადებული რომ ვიცოდე და რაც საშიშები არიან. საშიშები, კი. ხო და აბა აი ახლა ანეკდოტი არ ვიცი, მაგრამ ისევ კურიოზია. მიდი, არა. ჩემთან დაკავშირებით ჩემს ქართულ ენასთან. ძალიან მიყვარს შებოლილი თევზი, მაგრამ ახლა ვიცი რომ ეს სწორად არის შებოლილი თევზი. შევდივარ მაღაზიაში და ისეთი სერიოზული სახით ვეკითხები გამყიდველს. თუ გაქვთ გაყიდვაში დაბოლილი თევზი მეთქი. არა ქალბატონო, დაბოლილი არ გვაქვსო, მაგრამ შებოლილი გვაქვს. აი ასეთი რაღაცა იყო. დაბოლილი არა, გაჩხერილი. ხო, დაბოლილი არ იყო და შებოლილი იყო. და მაგის მერე შენ მგონია რომ კიდე საინტერესო რაღაცეები გექნება მაგ შენ მეტყველებასთან დაკავშირებით. აი მე მეტყველებასთან. სანამ მოყვება ზურიკო გაიხსენი. რამდენი წელი ცხოვრობდი იქით? ესე იგი გეტყვით, ხო, დავიბადე, გავიზარდე რუსეთში, 30 წლამდე ცხოვრობდი მან, 7-8 წელია რაც ჩამოვედი.
და ვარ აქ, მაგრამ ქართული ენა ვიცოდი ყოველთვის, მაგრამ ნუ ეს მეშლები, მეგრულიც ვიცი სხვათა შორის. მართლა კარგად? კი, კარგად ვიცი. წყილი როგორ არის? არ ვიცი. ჭიანჭველა? არა, მომიყევით. მაგარი მეგრული გწოდნია შენ, წყილი და ჭიანჭველა თუ არ იცი, მეგრულად რა. მომიყევით პატარა. ცუდი სიტყვები ჩვენც ვიცით ახლა ის გამორჩეული სიტყვები. მაგას თუ მეგრულს ეძახი, არ ვიცი. არა, მეგრულის სალაპარაკო გადასარევად ვიცი და მაქვს ხოლმე მეტყვიან ხოლმე აქცენტი. აი როცა ვბრაზდები, მაშინ უფრო ცეცხლდები რა. უფრო ცეცხლდები და მაგ დროს აი მენა აქცენტი მეგრული ბადრუზე სადამ თევზაობაზე გადავალთ, მაგ მეგრულზე გამახსენდა ცოდნა არ ცოდნაზე რა. ერთი ძმაკაცი მყავს ზუგდიდში დაბადებულ გაზრდილია. ეხლა მეგრული როგორ არის? მეგრული იცის კი არა, ის ჰაი კლასში იცის. ჰაი კლასში, ხო. ერთხელ ვეკითხები, ხო ყველაფერი იცი მეთქი მეგრული მეთქი. კიო ბიჭო, რაზეა ლაპარაკი? მე ვთხარ, აი ფანჯრის რაფა როგორ არის მეთქი მეგრულად მეთქი რა. თავიდან ესე შემოვხედა, ვერ მიხვდა ეს ფანჯრის რაფა რა. აი მე ვთხარი, ფანჯრის რაფა რა, ეს ყვავილები როალა, აუ, ყვაქრობს. ფანჯრის რაფა რა, მაგრამ აუხსნა. დაურეკა მამიდაშვილს, აი რა, ვის არ დაუგოროს დედამის დაურეკა და რაღაცა და იმ დედამის და დედამ, კაროჩე ფანჯურამო ჩამჭრაო. რაზო ფანჯრის რაფა როგორ არის მეგრულად და დედამის ვა რაღაცა უთხრა. შეომიტრალ და რა გველაძუა ხარ შენ? როგორ დამავიწყავ, დამაბნიეო, თორე რა არ ვიცოდი. როგორ არის მე ვთქვი, პადაგონიკიო. კახურად იცი ფანჯრის რაფა როგორ არის? მართლა მე არ ვიცი. შილდა შარგაგიგია? როგორ? შილდა შარგაგიგია? ფანჯრის რაფა? ფანჯრის. არა. ჩავოსაყდნობი. თევზაობაზე მოყვე. ეს თუნა მოყვე, რავი. ამბავი გამახსენდა რა, ისეთია. ადგილზე რო ვნახე უფრო საინტერესო იყო და სასაცილო, რამდენად მოყვები არ ვიცი, მაგრამ მაინც ნამდვილ ამბავს ხვები? ხო. გურჯაანში ვართ სათევზაოდ. წასულები რა და. გურჯაანში რა თევზი იცის, ნუ გადამრიგე. მოდის კაცო. იქით ალაზნის პირას. ხო, რა თქმა უნდა, ნახევარი ლაგოდეხის ხრიდან რა. არა, ქვევით არის ხო? ხო, რა ალაზანს გურჯაანი. ცოცხალი, მურწა, ციბური. კი ბატონო, ლოქო სხვათა შორის და ალაზნის ლოქო. ერთი ძმაკაცი მყავს, მეგობარი გურჯაანელია, ვეჯინელია. 1-5-6 კაცი. ხვდები ხო რომ საქართველოში ისეთი სახელები გიცვის და ღამის თევით ვარ წასულები რა და იქაური ჩვენი ძმაკაცი ვინც დაგხვდა იმანა თქვა რომ ჯერო დავსხდეთო პური უჭამოთო ოჩო სადღე გძელო თქვა ოჩო პიტრე რა ოჩო სადღე გძელო თქვა თორე თევსო ვერ დავიჭერთო ისე რა და ეს ჩვენი ძმაკაცი კი არის ვეჯინელი მაგრამ აი მოუსვენარია რა ამას აინტერესებს ეს თევზაობა რომ მალე დავიჭეროთ რაღაცა ამ ჩვენ ძმაკაც კიდე ზაგი დუშკები ქვია, რავი, ქართულად როგორ არის არ ვიცი, მაგრამ აი ზაგი დუშკები ქვია, ესენი ჩაყრილები აქვს რა, 1000 მეტრის დისტანციით, ძუაზე მობმული მძიმე ტყვია, რომ ლოქოზე თევზაობს, კაცი, მთელი ღამე უნდა ჩაყაროს და ის და 2 საათში ერთხელ შეგიძლია წახუდი ამოიღოთ. ეს შორმანძილზეა რა, ეს ლამის კილომეტრამდეა გაჭიმული ეს ზაგი დუშკები, ბევრია რა, ჩალაგებული და ეს გიორგი ჩვენი ძმაკაცი ადგა და არაო, მე არ მინდა მე წავალო და შევამოწმებო. ესე უბნება რომ გეხვეწები არ შეამოწმო. სანამ ოჩო სადღეგძელოს არ დაულეო, აი ხედავ ფეხი არ მაიცვალ, თორე თევს ვერ დავიჭერთ. ამ ლაპარაკში გავერთეთ და ეს დაგვავიწყდა. ჩვენ ერთი სადღეგძელო ვთქვით, 2 სადღეგძელო ვთქვით, 3 სადღეგძელო ვთქვით და უცბად დინარის პირზე ვზივართ და უცბად ვიღაცამ ჩაგვიარა. აი ესე წყალ თანახმის გამია არ ჩას არაფერი. მიშველეთ ხალხი არა. ნახევარი საათი აკვირი ვარო. დავიხედეთ ეს გიორგი მიაქ წყალს რა. რასაო? ჩვენ ზოგადად ხო ალაზანში და რა მოხდა? ანუ პირველ ზაგიდუშკასთან მივიდა, შორია, ღამია და ჩვენ აქ წყლის პირზე ხმაურში არ გვესმის. ამან ამოწია, იქ იყო თევზი ეტყობა და ეს ახალი მეთევზია და არიც ის იქი და როგორ უნდა ამოიღოს კარგად რა ეს ანკესი არ არის ეს აშკარად მე როგორც თქვეს გამოცდილმა პროფესორმა მეთევზეებმა დიდი თევზი იქნებოდა თორე ამ ჩანგლებს ესე ვერ გაასწორებდაო რა და იქნებოდა ლოქო რომ მოხრა იცისო წყალშიო და პირველად რომ მოყვება მე როგორც კუნძი ესია და გიქნევსო რა და ეს ძუაც ხელი ძუა და თურმე ეს გიორგი ესია მოკიდებული და გამოწია ერთ თვითონ ყვება რა მე აი ესე ხო გამომწიეო
და მეორეთ რო გაიქნიაო, ხელის გაშვება ვერ მოასწარი, როგორც შვილდის არის ეგრე დაიჭირეთ იმ დღეს თევზი. იმ დღეს თევზი დავიჭირეთ, მაგრამ კიდე კაი გიორგი დავინახეთ. ნუ ჩვენთან ჩამოატარა კიდე კაი, თორე აფცდებოდა გიორგი. კაცი სხვა შემთხვევაში ღმერთმა კარგად დაგიმთავროთ. მეორე რაუნდიც ამასობაში დავამთავრებთ. ესე იგი ისე კარგად მივდივართ, რომ ვერც მეგრელზე გაიგეთ. იყო, კახელზე იყო, არა, მეგრელზე იყო, გურულზე იყო, კახელზე კახელზე არ ყოფილა ჯერ. მაგრამ ეხა სამწუხაროდ ეს ეკრანი აღარ იქნება, ეხა თავისუფალი თემაა და რაც გნებავთ ის უნდა მოყვეთ და ამ ასლარს მე გადავცემ ზურას ეხლა რა. ნამდვილად დამსახურებულად და ესე გამოვიდა მეორე რაუნდისთვის 50 ლარი თქვენ გაქვთ, 100 ლარი თქვენ გაქვთ. მოდი ეხლა ნებისმიერი ისტორია, რასაც ვთვლი რომ მაგარი ისტორია, კარგი ისტორია, ან ანეკდოტი რავი შემონახული, ესეთი ბომბა რაუნდია რა, რაც ხელმოსაჭიდია და შეგიძლიათ რომ თქვათ. ესე იგი არა მარტო თქვენ კითხვას დასვავთ თუ უბრალოდ არა, ნებისმიერი თემა. ესე იგი რატომ უნდა ვაწყენინოთ სვანებს ეგ პატარა არ ვიცი გამდენად ბომბა, მაგრამ ეგ პატარა ანეკდოტს ვიტყვი. აწი უკვე არა მარტო სიმღერებით დავკავდები, ანეკდოტებითაც დავკავდები, რომ მეორედ მომიწვიოს პატამ თავის შოუში. ესე იგი სვანი ისე იმღერე შენ რომ პატა და ნიკა შოუში შეიძლება რომ მოგიწვიოთ, აერთიც და მეორეც. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. ესე იგი სვანი მოხდა ავარიაში. საავადმყოფოში ექიმი ეკითხება: "ცნევიანი ხარ?" "არა, იოსელიანი ვარ." აბა, ზურა, შენ რა იცი? ამბავი გამახსენდა მეც, აი რესტორანზე გამახსენდა უცბად. ერთი ტიპი შევარდნაძე იყო ჯერ ისევ პრეზიდენტი, რომ დაიჭირეს რა და აძინოჭკაში ეჯდა და მიშა წასული იყო, რომ გამოვიდა უკვე რა. აი არა დედამიწაზე აზზე არ არის რა ხდება. ისევ ქალაქის ტელეფონები, ქუჩის ტელეფონები ახსოვს და გამოვიდა და სიტუაცია ხდება ესეთი, რომ ძმაკაცთან მოვიდა რა, რომ გამოვიდა რაღაც პერიოდის მერე ძმაკაცთან მოვიდა და გათეთრებულია კაცი, რომ ბიჭო, მგონი მართლა ეს მოკაცის გაშტერებული უყურებს. საიდან მოიტანე, რატო მოიტანე, რატო თქვი, რატო დაიო, თამუნა რომ მიყვარდაო, სადამ დამიჭერდნენ თამუნა რომ მიყვარდაო. ეხლა რომ გამოვედიო, ის ძველი მისამართი ხომ ახსოვდაო და მივედიო, დაუსატკავეო, ისავესო და ნახეო რა და დავიბარეო, რომ წამო სადმეო საჭმელი შევჭამოთ და რესტორანში მივიდეთ და მოკლედ რესტორანი შევუკვეთ და რესტორანში ორი შევიდნენ, მოვართვეს მენიუ და ამ ტიპმა გახედა რა და რას შეჭამო? ამ გოგოს ეკითხება და ამ დროს გაიარა მიმტანმა. და ამ გოგო ტელეფონი უჭირავს მობილური ხელში და მიმტანს გახედა და Wi-Fi გააგზო და ამანა ცხო და ამ ტიპაც გახედა მიმტანს და 2 წელი წამოგუყო. 2 წელი წამოიყვე. კარგი, ბავშვები, ოქროს ადამიანები ხართ. მე იმედი მაქვს, მე სანამ თქვენ დაგითმობთ სიმღერისთვის ეთერს, მესამე რაუნდი მივიდა ფინიშში სწორზე. 200 ლარი იყო და ისეთი მონდომებულები ხართ, რომ ესეთი გამორჩეულად რომელიმე წინ ყოფილიყო ვერ ვიტყვი და ამიტომ ამ 200 ლარს გავყოფ, რო ვიყო მართალი. 100 ლარი თქვენ და 100 ლარი თქვენ, დანარჩენი თქვენ დაითვალეთ როგორ და რა გაქვთ მოგებული და მოკლედ დიდი მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის. სანამ თქვენ ასე ვთქვათ დაგითმობთ ასპარეს ჩვენ სცენას გულისხმობ და იმღერებთ, მანამდე დავემშვიდობებ ჩვენ ტელემაყურებელს და ვეთქვი რომ შევხვდებით მომავალ კვირას რა თქმა უნდა აქ რუსთავი 2-ზე დაგველოდეთ, იმიტომ რომ ერთად გავერთოთ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ძალიან შევეცდებით. და რაც შეეხება ნათიას, რადგან თხოვე ჩემო ძვირფასო, აგერ გადმოგცემ ამ ჭიქას, ასეთი ჭიქა შეგიძლია მე მოვათავსო, მავიცი. დიდი მადლობა. გაიხარე. ესე იგი თქვენ მარტო კრუშკით წახვედით ჩემგან, მე კრუშკით მივდივარ და ფულით კიდე თან. კი ბატონო. მაგრამ ჭიქა, შენ რუსეთუმე. ეს გამარჯვება. კარგი, დიდი მადლობა. თხოვთ.